დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება იყოს გამოყენებული იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მათ შორის ის ორგანიზაციებიც და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები რომლებიც დღეს უკვე ქუჩიდან ასე ვთქვათ უარს ამბობენ მანდატებზე და უარი თქვეს მანდატებზე და ქართული ხალხის არჩევანზე და არიან ასე ვთქვათ ქუჩის პოლიტიკაში ჩართულები აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში ეს თქვენ გახსოვთ შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს მათ შორის იყო მახსოვს სამადაშვილიც იყო მახსოვს ვაშაძეც ბრიუსელში იყო თუ არ ვცდები ზურაგილჩი ჯაფარიძეც და აქტიურად მუშაობდნენ იმ ღონისძიებებზე რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე საქართველოს წინააღმდეგ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ის ჩამონათვალი რაც გაკეთდა ყველანაირად მიმართული იყო ქართული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ ეს თუ გახსოვთ ერთ-ერთი ეს იდეაც ჰქონდათ რომ გააქტიურებულიყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების იდეა და რაღაცნაირად ევროპულმა მხარემ ეს ასე ვთქვათ გვერდით გადადო იმ მომენტში და არ იყო ეს გამოყენებული ალბათ სადღაც აღიაზრიც არსებობდა რომ ეს სასჯელი რეალურად ეს არის სასჯელი ქართული ხალხისთვის არ უნდა ამოქმედებულიყო. უვიზო მიმოსვლა არის მართლა ძალიან დიდი მონაპოვარი რომელიც არ შეიძლება რომ არ ვიამაყოთ ჩვენ როგორც ქართული ოცნების ხელისუფლებამ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში თქვენ არ გჭირდებათ ქალბატონთი ამის შეხსენება იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდით ის ორი ფაზა რომელიც საქართველოს გაიარა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა იმისათვის რომ საქართველოს ქონოდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლად ამ სიკეთით რეალურად დღეს საჭირო არის თემა რომელიც საჭირო იყო თემა რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე ეს ერთ-ერთი ის თემა იყო მოაზრებული რომელსაც შეიძლებოდა გავლენა მოახდინა არჩევნებზე ხა ეს რეალურად მოახდენს გავლენას თუ არ მოახდენს მეორე საკითხია ასევე ეგონათ კანდიდატის სტატუსისარმოცემით ამოყირავდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება და აქ შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის ასე ვთქვათ საფუძველი ასეთივე შეიძლება ეგონოთ და იყოს ამ აზრის ასე ვთქვათ მხარდამჭერები და შეიძლება ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ რაღაცნაირად არის რეზერვში და ჩვენ ხედავთ გააქტიურდნენ არაერთხელ ახსენა ეს თინა ბეკუჩავამ სხვაებიც ახსენებენ რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი რასაც ისინი მოელიან რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ და არა ქართული ოცნების წინააღმდეგ ამ სიკეთით სარგებლობს ყველა საქართველოს მოქალაქე ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის და ნამდვილად დიდი მონაპოვარია